რატომ ვერ ახერხებს ბავშვი კაკუნს და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში? პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რა ტიპის კვებაზეა ჩვენი ბავშვი. თუ ეს ძუძუთი კვებაა, ეს ერთი საუბარია. თუ ეს ხელოვნური კვებაა, ეს უკვე სხვა საუბარია. როცა ვსაუბრობთ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს აქვს სრული უფლება, რომ არ იკაკუნო 7 დღემდე. ხელოვნურ კვებაზე კი, როგორც წესი, ვაძლევთ 3-დან 4 დღემდე. დამატებით, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ დაახლოებით 22-24 დღიდან პატარა ახალშობილებს უჩნდებათ ძალიან საინტერესო მოვლენები, როგორიცაა ჩვილების დისკეზია. ანუ ეს არის პროცესი, როცა ბავშვი იწყებს კაკუნის სწავლას, რაც ბუნებრივად თან ახლავს იმას, რომ ბავშვები იწყებენ დაძაბვას, ფეხების თავისკენ მიჭერას და ხვირილს. და პრინციპში ბუნებრივად რას აკეთებენ ისინი? ისინი ხვირიან, ამით აძლიერებენ ჰაერის წნევას მუცლის ღრუში იჭერენ ფეხებს, ასწორებენ ნაწლავს და ცდილობენ ეს ყველაფერი გაატარონ. ცხადია, რომ ყოველთვის არ გამოსდით. ეს უბრალოდ ეტაპია, რომელიც ჩვენ უნდა გადავიტანოთ და ჩვენ, როგორც მშობლებს, შეგვიძლია მხოლოდ 3 რამ გავაკეთოთ. პირველი, დავაჩინოთ ბავშვი მუცელზე. მეორე, გავუკეთოთ მუცლის მასაჟი. და მესამე, გამოვიხენოთ ყველასთვის ცნობილი, საყვარელი და შესანიშნავი ვისაჟება. სამწუხაროდ ასეთი ეტაპები, როგორიცაა ჩვილობის დისკეზია, თქვენ საკმაოდ ბევრი გექნებათ. ეს იქნება როგორც კბილების ამოჭრა, ასევე ქოთანზე მიჩვევა და სხვა განვითარების ეტაპები ბავშვის ცხოვრებაში. ამიტომ გთხოვთ, მოითმინეთ, თქვენ შვილთან ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებით გეუბნებით, განავლის პრობლემები 100%-იანი ალბათობით გაგივრით.